შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მელიქიშვილის გამზირზე მოქალაქეებს შორის მომხდარი დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის მუხლით მიმდინარეობს. Როგორც განცხადებაში აღნიშნული ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცველები შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. Გასულ დღეს მელიქიშვილის გამზირზე კახაკალაძის საარჩევნო შტაბთან ხმაური და დაპირისპირება იყო. აქციის მონაწილეების განცხადებით მათ ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. მათივე ინფორმაციით ფიზიკური დაპირისპირებისას აქციის 10-ზე მეტი მონაწილე დაშავდა. გამოცემა პუბლიკას ინფორმაციით შტაბთან დაპირისპირების გაშუქებისას პირდაპირ ეთერის დროს პუბლიკის ჟურნალისტს დაარტყეს, რის შედეგადაც ტელეფონი გააგდებინეს, შემდეგ კი მობილური წაართვეს. მობილური ტელეფონი წაართვეს პუბლიკის მეორე ჟურნალისტსაც. ოპოზიცია მმართველ გუნდს აკრიტიკებს და ამბობს, რომ ვიდრე ქართული ოცნება ხელისუფლებაშია, მოქალაქეების მიმართ ძალადობრივი ქმედებები მუდმივად გაგრძელდება. რაც ჩვენ ნახეთ გუშინ, ეს არ არის, აღარ ვლაპარაკობ რაღაცა სამართლიანობაზე და პოლიტიკაზე. ეს არის არაადამიანური, არაქართული, შეურაცხყოფელი მთელი ჩვენი სახელმწიფოსი, ქართველობის, საქართველოსი და აღარ ვლაპარაკობ ევროპულ პერსპექტივაზე. ეს სამწუხაროდ არ არის გასაკვირი რუსული ოცნებისგან, იმიტომ რომ სწორედ ეს არ გვინდა ჩვენ, როდესაც ვებრძვით რუსულ ოცნებას. თავარია რომ მათ იცოდნენ, რომ არც ერთი მსგავსი გამოხტომა მშვიდობიანი, ხელცარიელი, ახალგაზრდა მოქალაქეების თუ არა ახალგაზრდა მოქალაქეების წინააღმდეგ არ ჩაივლის რეაგირების გარეშე. ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა ამ მოღალატეთა და კრიმინალთა რუსული ბანდის ნამდვილი სახე, რაც ისედაც კარგად იცოდა საზოგადოებამ უკვე წლების განმავლობაში. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ქართული საზოგადოება უნდა იყოს ერთმუშტად შეკრული იმისათვის, რომ ეს ძალიან დიდი საფრთხე ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, რაც შეიძლება სწრაფად მშვიდობიანად ხელისუფლებას და სახელმწიფო ბერკეტებს ჩამოვაცილოთ. ყველა ადამიანი, რომელსაც აზროვნების უნარი არ აქვს, გადადის პირდაპირ ფიზიკურ ძალაზე. მან გამოიყენა ამ საზოგადოების ნალექი, ამ საზოგადოების მართლა ჩვეულებრივი ანტისანიტარიული ნაწილი, იმისთვის, რომ გამოყაროს ქალაქის ცენტრში და მშვიდობიან მომიტინგეებზე დაგეშოს. ამით შექმნას იმიტაცია, რომ რაიმე სამოქალაქო დაპირისპირება, სინამდვილეში შარევთერ სამოქალაქო დაპირისპირება არ არის. ქვეყანაში მოკლულია პოლიტიკური პროცესი. პოლიტიკა არის საუბრის ხელობა და ფაქტობრივად, როცა საუბარი არ მიდის, მე იწყება ჩხუბი და ამიტომ რაც ქუჩაში მოხდა ლოგიკური გაგრძელება იმის, რომ ამ ხალხის პოლიტიკური ლიდერები ერთმანეთს არ ელაპარაკონ. თორე ამ ხალხის წარმომადგენლები რო არსებობდნენ, რომ მათ შორის იმართებოდა დებატები, ამათ არ დაუგროვდებოდათ ბრაზი და არ დაიწყებდნენ ერთმანეთის ლანძღვალს და ცემას. ამიტომ რაც უფრო ნაკლები იქნება პოლიტიკა ჩვენ ქვეყანაში, მით უფრო მეტი იქნება ჩხუბი. ამ ადამიანების ყოველდღიურობათ იქცა მოვარდნა, შეურაცხყოფის მიყენება, გინება და ასე შემდეგ. იმედი მაქვს საერთაშორისო ორგანიზაციები და თუნდაც ევროკავშირის საელჩო და ელჩი დაგვდებს პატივს და გააკეთებს შესაბამის შეფასებას აღნიშნულთან დაკავშირებით. წარმოუდგენელია უბრალოდ იმყოფებოდეს საარჩევნო კამპანიაში და რამოდენიმე მოძალადე ადამიანი დაჯგუფება გივარდებოდეს და ადამიანებს ხელს უშლიდნენ მუშაობაში და აყენებდნენ შეურაცხყოფას. ქალები არ იყვნენ, ის იქნებიან პროვოკატორი ქაჯები, რომლებიც იწევლებიან, ლანძღავენ, უშვერი სიტყვებით იგინებიან. და ამაზე შემდეგ არის პასუხი, ბუნებრივია, მეორე მხარესაც არიან ახალგაზრდები, ემოციურები არიან და ბუნებრივია, ამის გამო ფუჭდება სიტუაცია, ირევა და შემდეგ პოლიციას უწევს, რომ ამაში ჩაერიოს. პროვოკაცია იყო ამ რადიკალების მხრიდან ორგანიზებული და ამ პროვოკაციაზე იყო პასუხი. არჩევნების დღეს ოპოზიციის ნაწილი თავისუფლების მოედანზე მასშტაბურ აქციას აანონსებს. მათი თქმით, 4 ოქტომბერი საერთო სახალხო პროტესტის დღეა, როდესაც დიქტატორული რეჟიმი უნდა დასრულდეს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოქალაქეებს აქციაში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებს. პარტიის ლიდერების განცხადებით 4 ოქტომბერს მშვიდობიანი რევოლუციის მოწყობას გეგმავენ. მმართველი გუნდი თვლის, რომ ოპოზიციას ხელისუფლების შესაცვლელად რესურსი არ გააჩნია და თუ მათი ქმედებები კანონის საწინააღმდეგოდ წარიმართება, ეს დაუსჯელი არ დარჩება. ახლა აქტუალურია ის, რომ ჩვენი საზოგადოება არ მოწყუდეს და ხალხმა ნაცვლად რუსული სპეცოპერაციის პუნქტებზე მისვლისა გამოვიდეს ქუჩაში, თბილისში, საქართველოს სხვადასხვა
ქალაქში იმისათვის, რომ ყველამ ერთად მშვიდობიანად და არაძალადობრივად უთხრათ არა ამ მოღალატეთა და კრიმინალთა რუსულ ბანდას. 4 ოქტომბრის დაანონსებული რევოლუცია თუ ხელისუფლების ცვლილება უბრალოდ ცოტა არასერიოზულად გამოიყურება, იმიტომ რომ თვითონ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები არ უჭერენ საბოლოო ჯამში წესრიგად ხარს ხაბეიშვილს, მათივე პოლიტსაბჭოს წევრს. მინიმუმ ამბობენ, რომ პასუხისმგებლობას არ იღებენ ამ ყველაფერზე და თან დამხობის შედეგიც უცნობია, იმიტომ რომ დაამხო, მე რა უნდა მიიღო, ეს ამაზე არ არის საუბარი და მე არ მგონია, რომ ამას რამე წარმატება შეიძლება მოხდეს. იმის გამო, რომ ქართულ პოლიტიკაში უფრო საინტერესო ოპოზიციის მხრიდან არაფერი არ ხდება, იძულებული ვართ, რომ ამ ერთი კაცის აბსურდის თეატრს კომენტარები უკეთოთ. აბსურდი არის, რასაც ხაბეიშვილი აკეთებს. უბრალოდ ერთადერთი, რასაც ვიმეორებ, ის არის, რომ ახალგაზრდები არ აყვეთ ამ, ასე ვთქვათ, ანიტების და გაყიდული ადამიანების მოწოდებებს. ნაკლებად მოსალოდნელია რამენაირი რევოლუცია, ნაკლებად მოსალოდნელია ამათი ამ გიჟების რამე საფრთხე შეუქმნან ჩვენს ქვეყანას. ჩვენ დავიცავთ მშვიდობას, დავიცავთ ქართველი ხალხის ინტერესებს და დავიცავთ ქვეყნის სუვერენიტეტს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე თვეზე ნაკლები რჩება. ქართულმა ოცნებამ არჩევნებზე დასაკვირვებლად ეუთო ოდირის სადამკვირვებლო მისია მოიწვია. მმართველი გუნდის ლიდერების თქმით, გადაწყვეტილება ოპონენტების მხრიდან შესაძლო სპეკულაციების მინიმუმამდე დაყვანისთვის მიიღეს. ოპოზიციაში პროცესში მონაწილეობასთან დაკავშირებით კვლავ აზრთა სხვადასხვაობაა. არჩევნებში მონაწილეობს პარტია გირჩი, რომელმაც დედაქალაქის მერობის კანდიდატად იაგო ხვიჩი აწარადგინა. გაერთიანებული ძალებით მონაწილეობენ არჩევნებში პარტიები გახარია საქართველოსთვის და ლელო ძლიერი საქართველოსთვის. თბილისის მერობის მათი კანდიდატი ირაკლი კუპრაძეა. პარალელურად ოპოზიციის ნაწილი კვლავ ბოიკოტში რჩება. ნაციონალურ მოძრაობაში 4 ოქტომბრის არჩევნებს სპეცოპერაციას უწოდებენ და ამბობენ, რომ წინასწარ წაგებულ თამაშის შესვლას არ აპირებენ. აბსოლუტური აფერისტობა არის, ეს არანაირი არჩევნები არ არის, არავინ ამ არჩევნებს არ აკვირდება, არავინ ამ არჩევნებს არ აღიარებს. გასული აბსოლუტურად ყველა ვადა, არანაირი ნება ამ ხელისუფლებას, რომ ეს რაღაცა პროცესი ჩატარდეს მიახლოებით მაინც არჩევნებთან. არ აქვს, სურვილიც არ აქვს, სამწუხარო არის ის, რომ ჩვენი ყოფილი თანამებრძოლები ლელოს და გახარიას სახით ამ ფარსში, სადაც არავინ რო არ აღიარებს ეუთოს ჩათვლით, ისინი მაინც იღებენ მონაწილეობას. ვინც ამბობს, რომ ის რაც 4 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს რუსული სპეცოპერაცია კი არ არის, არამედ თურმე ნორმალური არჩევნებია, ის არის კოცი და ის არის კოცებთან მოთანამშრომელი. ეს არის 2x2 და ევროპარლამენტის რეზოლუცია ნახეთ, ბოლო რეზოლუცია, სადაც პირდაპირ წერია, რომ არ უნდა მიეცეს ლეგიტიმაციის შანსი ამ მოღალატეთა. ახლა აქტუალურია ის, რომ ჩვენი საზოგადოება არ მოტყუდეს და ხალხმა ნაცვლად რუსული სპეცოპერაციის პუნქტებზე მისვლისა გამოვიდეს ქუჩაში, თბილისში, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, იმისათვის რომ ყველამ ერთად მშვიდობიანად და არაძალადობრივად უთხრათ არა ამ მოღალატეთა და კრიმინალთა რუსულ ბანდას. ეუთო ოდირს საკმარისი ვადა აქვს, რომ ჩამოვიდეს და არჩევნებს დააკვირდეს, თუ ამის სურვილი აქვს. მაგრამ ერთი რამეს გავითვალისწინოთ. ეუთო ოდირი გახდა ფაქტობრივად იგი სცემეს ევროპაში. ეუთო ოდირს სცემეს, აი პოლიტიკურად რო იტყვიან ბულინგის ქვეშ გაატარეს, რომ შენ ობიექტური დასკვნა რატო დაწერეო. ეხლა კითხე ეუთო ოდირს. უნდა საერთოდ კიდევ ერთხელ რო ბულინგის სვერპლი გახდეს ევრობიუროკრატების მხრიდან? საქართველოს ევრორეკომენდაციების შესასრულებელი ვადა ამოეწურა. პარალელურად ევროკომისიის წარმომადგენლის განცხადებით, ალიანსი ყურადღებით სწავლობს საქართველოს მთავრობის ქმედებებს და საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა ვიზების შეჩერების მექანიზმის ამოქმედების გადაწყვეტილება მიიღოს. მისი თქმით, ევროკომისია საქართველოს მთავრობის ქმედებებს და მის საპასუხო წერილს ევროკავშირის მოთხოვნებზე ჯერ კიდევ აფასებს. ბრიუსელში საქართველოს ხელისუფლებას კურსის შეცვლისკენ მოუწოდებენ. ევროკომისიის წარმომადგენლის თქმითვე, გასულ კვირას საქართველოს ხელისუფლებამ დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების გაყინვით ქვეყანაში დემოკრატიის წინააღმდეგ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. შესაბამისად, ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ გააოქმოს აღნიშნული გადაწყვეტილება. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, აღნიშნულ პროცესზე სრული პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს ეკისრება. ვიზო მიმოსვლის დაკარგვის საფრთხე არის ძალიან რეალური და ამის ერთადერთი
პასუხისგებელი ამაზე არის რუსული ოცნება, იმიტომ რომ არაერთხელ ის გააფრთხილეს, რომ მსგავსი საქციელის შედეგად ქვეყანა ვერ იცარგებლებს იმ სიკეთეებით, რაც უკავშირდება ევროკავშირს. აღარ ვლაპარაკობ უკვე სამომავლო ინტეგრაციაზე, დავკარგავთ იმასაც, რაც ქონდა. ამიტომ ჩვენი ამოცანა დღეს არის, რომ საქართველოს გავათავისუფლოთ ამ ქართული ოცნებისგან და ეს თავარი ბარიერი ჩვენსა და ევროპას შორის მოუხსნათ. ყველაფერი, რაც მოსალოდნელი შეიძლება იყოს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან, აბსოლუტურად ყველა ქმედება, რომელზეც კონკრეტულად ჯერ საუბარი რთულია, არის თავიდან ბოლომდე ქართული ოცნების პასუხისმგებლობა. ის რომ ქართულმა ოცნებამ საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობის ნებას უღალატა და დღეს მიდის საქართველოს ევროპული კურსის წინააღმდეგ, ამას ცალსახად მოყვება შედეგები. როგორც მინიმუმ ევროკომისიის კომენტარი არ იყო რადიკალური. ეს ნიშნავს, რომ თავისთავად 100%-იანი ალბათობით არ დავკარგავთ და შეიძლება შევინარჩუნოთ კიდე სუვიძო მიმოსვლა. ამიტომ ეს პოზიტიურია. ვინაიდან ვიცით, რომ რამდენიმე ქვეყანას ზოგადად ეწინააღმდეგება ამ ნაბიჯს და რაც სწორია, იმიტომ რომ მეგონია ამისგან კარგი რაფერი არ გამოვა. ქართულ ოცნებას შეიძლება რაღაც რეიტინგი დაუვარდეს, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ჩვენი ქვეყნის რაღაც კიდე უფრო დაშორებას გამოიწვევს ევროკავშირისგან. ის რაც საქართველოს მოპოვებული ქონდა ქართველ ხალხს, ახლა ძალიან დიდი შანსია სამწუხაროდ, რომ დავკარგოთ და ეს ერთ-ერთი ის დამაკავშირებელი ინსტრუმენტი და შესაძლებლობა საქართველოსი დანარჩენ ევროპასთან, ევროკავშირის სახელმწიფოებთან, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შეიძლება დაიკარგოს და ამას პუტინის გეგმის შესაბამისად ეს მოღალატეთა და კრიმინალთა რუსული ბანდა მიზანმიმართულად აკეთებს. ჩვენ ხო ვიცით, რომ როცა ახლოვდება არჩევნები, ევროკავშირის ჩინოვნიკებმა უნდა აკეთონ დამაზიანებელი განცხადებები. ამ განცხადებების მიზანი არის, რომ არჩევნების წინ პროცესი დააზიანონ. მეტი არაფერი. აი ეს არის მთელი მათი პოლიტიკური, ასე ვთქვათ, დღის წესრიგი. ეხლა თუ მათ აინტერესებთ ვიზა ლიბერალიზაციის პირობებთან დაკავშირებული საკითხები, ხო? მაშინ საქართველოს უპირობოდ ეკუთვნის ფრიადი ამ მიმართულებით. ვიზა ლიბერალიზაცია და სად ოჯახური ღირებულებები. სადაც წერია, რომ გეი ქორწინება არ იქნება საქართველოში, რომ არასკეცის გადაკეთებას უფლებას არ მივცემთ, რომ პროპაგანდას არ მივცემთ უფლებას ბაღებში და სკოლებში. თუ ეს პრობლემა არ არის, მაშინ რატო გთხოვენ, რომ გავაუქმოთ ეს კანონი? გინდათ რომ როგორც საბერძნეთს დამართეთ, ჯერ ქაოსი, არეულობა ვალებში გადააგდეთ და შემდეგ უკვე მიაღებინეთ და აიძულეთ ეს უძველესი ცივილიზაციის და მართლმადიდებელი სახელმწიფო. ჰელსინკის კომისია ხვალ 10 სექტემბერს მოსმენას პარტნიორიდან პრობლემამდე საქართველოს ანტიამერიკული გადახვევა გამართავს, რომელზეც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ასევე თავდაცვის ყოფილ მინისტრ თინა თინხიდაშვილს და ჰადსონის ინსტიტუტის უფროს მკვლევარს ლუკ კოფის მოусმენენ. ქართული ოცნების პოზიციით სალომე ზურაბიშვილი და თინა ხიდაშელი ჰელსინკის კომისიაში მოსმენაზე დასასწრებად სამშობლოს ღალატის ჩასადენად ჩადიან. მათივე თქმით, სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც თავს კვლავ საქართველოს პრეზიდენტად მიიჩნევს, უნდა დაუმტკიცოს ამერიკელ ზოგიერთ სენატორსა და კონგრესმენს, როგორიც ცუდია მისი ქვეყანა, რომელიც საკუთარი ინტერესებით მოქმედებს. ეს არის ერთი როიტყვიან საქართველოს მტრების წრე და საქართველოს გარშემო რაც კი შეიძლება რომ მაქსიმალური ასე ვთქვათ ღვარძლი გადმოინთხეს, გადმოანთხევენ და ამით იქნებიან კმაყოფილები და აქ ამ სექტანტებს წევლა კრულის და გინების კიდევ ერთ მუხტს მისცემენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოხვითის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ერთი მოქალაქე. გავრცელებული ინფორმაციით ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი, რათა უმოკლეს ვადებში გათავისუფლდეს დაკავებული საქართველოს მოქალაქე. მათივე თქმით, მომხდარზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას სრულად ეკისრება. დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ნეპალის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა. მან აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე მიიღო. შარმა ოლი ნეპალის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2024 წლის 15 ივლისიდან იკავებდა. ბოლო რამდენიმე დღეა ნეპალში სამთავრობო კორუფციისა და მთავრობის მიერ სოციალური მედია პლატფორმების აკრძალვის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ნეპალის მთავრობამ რამდენიმე სოციალურ მედია პლატფორმაზე, მათ შორის Facebook-ზე წტომა გასულ კვირას დაბლოკა. მთავრობამ აღნიშნული გადაწყვეტილება
გადაწყვეტილების მიზეზად ყალბი ანგარიშების მიერ სხვადასხვა პლატფორმების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლა დაასახელა და სოციალურ მედია პლატფორმებს სამთავრობო ორგანოებში რეგისტრაცია დაავალა. საპროტესტო აქციებზე პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებების შედეგად სულ მცირე 19 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა. უახლესი ინფორმაციით დღეს ნეპალის ხელისუფლებამ სოციალურ მედია პლატფორმებზე დაწესებული აკრძალვა გააუქმა, თუმცა პარლამენტის შენობის წინ დემონსტრანტები კვლავ შეიკრიბნენ. ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით რუსებმა დონეცკის ოლქში პენსიის მისაღებად რიგში მყოფ ხალხს დაარტყეს, რის შედეგადაც 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქის სოფელ იაროვაიაში საავიაციო ბომბი ჩამოაგდეს. მისი თქმით, მსგავსი დარტყმები მსოფლიოს მიერ რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს. აღნიშნულ ფაქტს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს საზარელი დანაშაული მსოფლიო მასშტაბით დაგმობას და მოქმედებას მოითხოვს. იგი ევროპელ პარტნიორებს, შეერთებულ შტატებს, დიდი ოცეულის წევრებს და გაეროს ქარტიას მოუწოდებს, რომ მიიღონ შესაბამისი ზომები. მისივე თქმით, უკრაინის თავდაცვისა და მდგრადობის დამატებით მხარდაჭერას შეუძლია და უნდა შეაჩეროს რუსული ტერორი.